გამარჯობათ ბავშვებო, მე დათში მასწავლებელი ვარ. ჩვენ მეოთხე კლასში დღეს უკვე მეოთხე გაკვეთილი გვაქვს. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისაუბრეთ გაყოფაზე, ასევე ვისწავლეთ, როგორ უნდა მივხვდეთ რიცხვი უნაშტოდ იყოფა თუ არა 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე და 9-ზე. დღეს ჩვენ გამრავლებაზე ვისაუბრებთ და ასევე ვისწავლით გამრავლების გარეშე როგორ გავამრავლოთ ორნიშნა რიცხვები 11-ზე. თუ მოვასწარით გაკვეთილის ბოლოს ერთ ძალიან საინტერესო ამოცანას გეტყვით გეომეტრიულ ფიგურებზე. მოდი დავიწყოთ. აი აქ მე მოვამზადე 5 ტოლობა. ამ 5 ტოლობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული სწორად. 4-ში დაშვებულია შეცდომა. მოდით ახლა კალკულატორის და ქვეშმიწერით გამრავლების გარეშე ლოგიკურად ვიაზროვნოთ და მივხვდეთ რომელი მათგანი არის შესრულებული სწორად. აბა დავაკვირდეთ პირველს. 87 გამრავლებული 76-ზე. მოდი ახლა ასე ვიფიქრებ. აქ რომ კონდეს უდიდესი ორნიშნა რიცხვი 99 გამრავლებული 100-ზე. რას მივიღებ? ვიცით ხომ 100-ზე გამრავლების წესი? ნულები უნდა მიუწეროთ გასამრავლებელ რიცხვს. ესე იგი მივიღებთ 9900 4ნიშნა რიცხვს. აქ მე 5ნიშნა რიცხვი მაქვს. ეს ნამდვილად შეცდომაა. გადავიდეთ მეორეზე. 53 გამრავლებული 52-ზე. ფიქრობ ასე. 53 და 52 ორივე ახლოს არის 50-თან. 50 რომ გავამრავლო 50-ზე, ცოტა დავაპატარავე ორივე, მივიღებ 2500. აქ კი 2500-ზე ნაკლები რიცხვი წერია. არ ვარქა. ესეც შეცდომაა. გადავიდეთ შემდეგზე. 345 გამრავლებული 9-ზე. 10-ზე რომ გავამრავლო 3450-ს მივიღებთ, ხომ? 10-ის შემთხვევაში 1 ნული უნდა მიუწეროთ. ხო, 9-ზე რომ ვამრავლებ, უფრო ნაკლები უნდა მივიღო და არის უფრო ნაკლები. მაშინ რა როგორ მივხვდე, ისე რომ არ გავამრავლო? აბა დავაკვირდეთ. 5 ერთეული 9 ერთეულზე რომ მრავლდება. 45-ს მივიღებ. ესე იგი ბოლოში მე 5 უნდა მქონდეს, ნული კი არა. მოდი გადავამოწმოთ ეს ნამრავლი. მგონი ესეც შეცდომაა. აბა ვნახოთ 345-ს ვამრავლებ 9-ზე. როგორც თქვი, ერთეულების ნამრავლი 5 × 9 არის 45, 5 წერთ 4-ს ვინახავთ. აი უკვე აცდენაა. გავაგრძელოთ მაინც. 9 × 4 36, იქაც 4 40, 0-ს წერთ ისევ 4-ს ვინახავთ. 9 × 3 27, იქაც 4 31. ნამდვილად ეს ჩვენი დასკვნა გამოდგა სწორი. და ბოლოს დამჩა 2 ნამრავლი. ისე დავაკვირდები ერთეულებს. ეს მომეწონა, ეს კარგი მეთოდი იყო. ესე იგი, ამ 2-დან ერთ-ერთი უნდა იყოს სწორი და 1 უნდა იყოს ცდარი. აბა ვნახოთ 4 × 2 ბოლოში 8-ს მაძლევს, კარგია. 9 × 4 36, ბოლოში 6. აი ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ ერთეულებში მე 8 არ უნდა მქონდეს, 6 უნდა მქონდეს. ჩვენი დასკვნით აი ეს ნამრავლი უნდა იყოს ჭეშმარიტი. აბა მოდი ვნახოთ, შევამოწმოთ კიდევ ერთხელ და გავამრავლოთ 222-ზე. აბა შევამოწმოთ. ვიწყებ ერთეულზე გამრავლებას და სანამ არ მოვრჩები, სანამ თითოეულ რიცხვს 2-ზე არ გავამრავლებ, არ გადავდივარ 3-იანზე. დავიწყეთ. 2 × 4 8, 2 × 7 14, 4-ს წერთ 1-ს ვინახავთ. 2 × 2 4, იქაც დამახსოვრებული 1 5. გადავდივარ ათეულებზე და ამიტომ მე ერთეულებიდან უნდა გამოვიწიო ათეულებისკენ და დაწერა დავიწყო აი აქედან. 3 × 4 ეს არის 12, 2-ს წერთ 1-ს ვინახავთ. 3 × 7 21, იქაც 1 22, 2-ს წერთ 2-ს ვინახავთ. 3 × 2 6, იქაც 2 8. ვაგრძელებთ. 2 × 4 8, 2 × 7 14, 4-ს წერთ 1-ს ვინახავთ. 2 × 2 4, იქაც 1 5. აბა შევკრიბოთ. 8
6 დააკვირდით, სწორად მივდივართ. 2 და 8 10, კიდევ 5 15, 5 წერთ 1-ს ვინახავთ. 4 და 8 12 იქაც 1 13, 3-ს წერთ 1-ს ვინახავთ, სწორად მივდივართ და ბოლოში გამოგვივიდა 6. ესე იგი ჩვენი დასკვნა არის ჭეშმარიტი. კარგით. ახლა ამას მე წავშლი და თუ ხედავთ დაფაზე მე კიდევ მოვამზადე ნამრავლები. და რიცხვებიც შეურჩიე. აბა შევხედოთ. აი ასე. მინდა გითხრათ, რომ მე ახლა რიცხვებს რომ მივაკრავ, არც ერთი ტოლობა არ იქნება ჭეშმარიტი. აი ასე. და ბოლოს აი ასე. როგორც გითხარით, არც ერთი ტოლობა არ არის ჭეშმარიტი. მაგრამ აი ეს 5 რიცხვი ისეა შერჩეული, რომ ისინი ნამდვილად აი ამ ნამრავლებს ეკუთვნის. უბრალოდ არეულია ერთმანეთში. ისე ლოგიკურად ვიმსჯელოთ, არ გავამრავლოთ ქვეშმიწერით და გავარკვიოთ, რომელი რიცხვი რომლის პასუხია. დავიწყეთ. 283 მრავლდება 9-ზე. ერთეულებზე ვფიქრობ, 3 9-ზე რო 27, ესე იგი 7-ით უნდა ბოლოვდებოდეს. ეს რიცხვი 7-ით ბოლოვდება. ესეც ბოლოვდება. ვაგრძელებ ფიქრს, ვაგრძელებ 10-ზე რომ გავამრავლო. 4 ნიშნა რიცხვს მივიღებ. იქნება 2830. ესე იგი, აი ეს აქ ნამდვილად არ უნდა იყოს. ეს აქ ნამდვილად არ უნდა იყოს. აი, ვიპოვე მისი პასუხი. გავაგრძელეთ. 6 გამრავლებული 4-ზე. 24, 4-ით ბოლოვდება 2 რიცხვი. 5 ნიშნას ვერანაირად ვერ მივიღებ. კიდევ იგივეს გავიმეორებ. 10-ზეც რო გავამრავლო, მაინც 4 ნიშნა იქნება. ესე იგი, ეს ამის პასუხი არ არის. ესეც აქ. გავაგრძელეთ. 7 ჯერ 5 ერთეულებს უყურებთ. 15, 5-ით ბოლოვდება მხოლოდ ეს რიცხვი. აი ასე. 7 გამრავლებული 1-ზე 7-ია და აი მე მაქვს 1 რიცხვი დარჩენილი. ამისი ადგილი არის აქ. შევამოწმოთ ერთეულებით 8 ჯერ 3 24, 4-ს წერთ, 2-ს ვინახავთ და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ეს ტოლობები უკვე ქვეშმიწერით თქვენით გადაამოწმოთ. ძალიან კარგი. მოდით ახლა ჩემი დანაპირები მინდა რომ შევასრულო. მინდა გასწავლოთ გამრავლება 11-ზე გამრავლების გარეშე. აბა ვნახოთ სლაიდი. 25 გამრავლებული 11-ზე, 42 გამრავლებული 11-ზე, 36, 71. მინდა გითხრათ, რომ თითოეული ეს ნამრავლი არის სწორი. სწორად არის შესრულებული. დავაკვირდეთ ნამრავლებს და თუ კარგად დავაკვირდებით, თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი, აბა შეხედეთ რა ხდება. ასეულები და ერთეულები შეხედეთ. 2 და 5. 4 და 2. 3 და 6, 7 და 1. მიხვდით რაშია საქმე? შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. დიახ, მათი ჯამი იწერება შუაში. დააკვირდით თითოეულს. ძალიან საინტერესოა რა. ესე იგი, რა გავაკეთეთ? თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი, ესე იგი, ჩვენ რა ვქენით? სამრავლი რიცხვი 2 და 5, 2 და 5 გავწიეთ აქეთ-იქით და შუაში ჩაუწერეთ მათივე ჯამი. ნახოთ შემდეგი სლაიდი. აი ასე. ესე იგი, 2 და 5 გავწიეთ აქეთ-იქით და შუაში ჩავწერეთ მათი ჯამი. მოდით ერთი ცალი გავაკეთოთ დაფაზე და დავrწმუნდეთ, რომ ეს მართლა 100-ია. ავიღოთ მაგალითად 43 გამრავლებული 11-ზე. ესე იგი, რას ვაკეთებ? 4 და 3 უნდა გავწიო აქეთ-იქით. აი ასე. და მათივე ჯამი ჩავწერო შუაში. აი ასე. გადავამოწმოთ. 43 გამრავლებული 11-ზე.
ვამრავლებ ერთზე. 1 ჯერ 3, 3, 1 ჯერ 4, 4, 1 ჯერ 3, 3. გვახსოვს ხომ, უნდა გავიწიოთ ათეულზე როცა გადავდივართ. ვკრიბავთ 3, 7, 4. შვენიერი. აბა შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. აბა აქ ვნახოთ რა ხდება. 39 გამრავლებული 11-ზე, 48 გამრავლებული 11-ზე, 85 და 75. პასუხები აქაც სწორია. მაგრამ ის, რაზეც ვილაპარაკე, გონი აქ აღარ გამოდის. რა გამოვიდა, რომ ხან გამოდის, ხან არა, მაშინ არ ვარგა ეს წესი. ყველაფერი კარგად არის აქაც. შემდეგი სლაიდი. კი ბატონო, აი ასეთი უცნაურობა გვაქვს 4 და 9, 13 იქ 2 წერია არ გამოდის, მაგრამ შემდეგი სლაიდი ვნახოთ. თურმე რაშია საქმე? გადავით. აჰა. 39-ს დამატებული 39 გამრავლებული 11-ზე. შევხედოთ 3 და 9 კი გავწიე აქეთ-იქით, მე საბოლოოდ 429 უნდა მივიღო. მაგრამ 3 და 9-ის ჯამი არის 12. რას ვაკეთებ? შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება 1-ს ვუმატებ 3-ს და 2-იანს წერ მათ შორის. აჰა, 1 ცალი გადავამოწმოთ აქაც. აბა ვნახოთ, გავივარჯიშოთ. ავიღოთ მაგალითად 87. 87 გავამრავლოთ 11-ზე. ესე იგი, როგორც თქვით, 8 და 7 ისე უნდა გავწიო და მათ შორის უნდა ჩავწერო რიცხვი. ჯამი არის 15. მოდი სხვა ფერის სარცით დავწერ. აი აქ იყოს 15. და როგორც თქვით, 1 ემატება 8-ს და 5-იანი ჯდება მათ შორის. ესე იგი, 8 ასეულის მექნება 8 ასეული კი არა, 9 ასეული, 5 ათეული ჩაჯდება შუაში და 7 გადმოვა. შევამოწმოთ. 87 გამრავლებული 11-ზე. ვიწყებთ 7, 8, გადავედი ათეულზე, ამიტომ გვერდით გავიწიეთ ასე და ვუმატებთ 7, 7-ს მივუმატოთ 8, 15, 5 წერთ 1-ს ვინახავთ და გამოგვივიდა. ძალიან მაგარი წესია. ახლა, როგორც დაგპირდით, ჩვენ დრო გვაქვს და მოვასწრებთ ერთ ძალიან საინტერესო დავალებას. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ერთი ზომის ფანქრები, 6 ცალი, ან ფლომასტერი, ან სულაც ასანთის ღერები. აი ასე, წავშალოთ, ეს აღარ გვჭირდება. დავალება თავიდან შეიძლება ძალიან მარტივი გვეჩვენოს. აიღეთ 3 ფანქარი, ფლომასტერი, ასანთის ღერი და ამ 3 ღერით ერთი სამკუთხედი აწყეთ. მე მგონი ძალიან მარტივია. 3 ღერი და მაქვს 1 სამკუთხედი. შვენიერი. აი ასე. ახლა დავამატოთ 2 ღერი და ამ 2 ღერის დამატებით თქვენ უკვე უნდა მიიღოთ ზუსტად ასეთი ზომის 2 სამკუთხედი. ხო, თუ ერთსაც დავუმატებთ ადვილია, მაგრამ ასეც შეიძლება, დაფიქრდით. მე მგონი არც ეს არის რთული. აი ასე. აი ასე. შემდეგი ვამატებთ კიდე ერთ ღერს და ახლა თქვენ ზუსტად ამ ზომის უნდა მიიღოთ 4 სამკუთხედი. არ მოგესმათ, 4 სამკუთხედი. კარგით, აბა დაიწყეთ ფიქრი, მე მოგცემთ ცოტა დროს. ნახეთ რა შეიძლება გამოვიდეს. ხშირად ისე ხდება, რომ მათემატიკაში პასუხს ვეძებთ ერთ ადგილას და ამ დროს სხვაგან არის. აი ცით როგორ აი მე რომ საფულე დავკარგო ეზოში და აქ დავიწყო ძებნა. ხო ვერ ვიპოვი. ნამდვილად ვერ ვიპოვი. აი მათემატიკაშიც ასე ხდება ხოლმე. ვეძებთ პასუხს, ვეძებთ, მაგრამ ვერაფრით ვერ პოულობთ. იმიტომ რომ სხვაგან ვეძებთ. კარგით, აბა კიდე ვიფიქრეთ რა გამოგივათ. მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ჩეხეთში ვარ ნამყოფი, პოლონეთში, შვედეთში,
არ ვარ ნამყოფი საფრანგეთში, არ ვარ ნამყოფი ეგვიპტეში, თურქეთში ვიყავი ერთხელ კი. გამოვიდა რამე? არაფერი? მე მინიშნება უკვე მოგეცით, როცა ქალაქებს ვასახელებდი, ქვეყნებს უბრალოდ. მივხვდით თუ არა? ჩვენ პასუხს სიბტყეზე ვეძებდით. და ამ დროს პასუხი იყო სივრცეში. აი, სულ სხვაგან იყო პასუხი. პირამიდა 6 ღერით გამოგვდის 4 ზუსტად 1 ზომის სამკუთხედი. ძალიან საინტერესო დავალება იყო დამეთანხმებით. კარგით ბავშვებო, ჩვენი გაკვეთილი იწურება. მე გეტყვით რომ ძალიან საინტერესო იყო, ვფიქრობ ჩვენი გაკვეთილი. ვისაუბრეთ გამრავლებაზე, 11-ზე გამრავლება ვისწავლეთ, გამრავლების გარეშე. ბოლოს საინტერესო დავალებაც ამოვხსენით და ახლა გეტყვით, რას გავაკეთებთ შემდეგ გაკვეთილზე. შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ სივრცულ ფიგურებზე გავაგრძელებთ საუბარს და მათ შესახებ თურმე ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გავიგებთ. კარგით, აბა გემშვიდობებით, მომავალ სამშაბათამდე.